შენ წაგება თუ განიცდი, უნდა განიცადო, მან რა თქმა უნდა არ უნდა დააიგნორო ემოციები, შეგიძლია იტირო, შეგიძლია განიცადო ემოციურად რა თქმა უნდა. მაგრამ ის ახლა დავიკარგე მე რომ გამოდივარ თამაშიდან და არ ვიფიქრო თამაშზე, სად ვიტირო? ხვალ აღარ ამეტირება. შეგიძლია იტირო. ემოციები ის ნაწილია, რაც რომლებიც არ გვეკითხებიან შემოვიდე თუ არ შემოვიდე, თავისით შემოდიან. მე თუ ტირილი მინდა, უნდა ვიტირო, მაგრამ თუ 2 საათი ვტირი, მაშინ რა თქმა უნდა იქ ჩემი აზროვნებაც უნდა ჩავრთო და სხვა რაღაცაზე ყურადღება უნდა გადავიტანო. რაც შეეხება წარუმატებლობასთან გამკლავებას. მან გჭირდება სწორი აზროვნება. სწორი აზროვნება არის ის, რომ ეს წარუმატებლობა იმიტომ კი არ მოხდა, რომ მე ცუდი ვარ. ან იმიტომ კი არ მოხდა, რომ მე რაღაც დავაკელი. კი, რაღაც დავაკელი. შეიძლება უბრალოდ მოხდა, იმიტომ რომ როგორც არსებობს კარგი დღეები, არსებობს ცუდი დღეები. შესაბამისად, ეგ ნაწილი უნდა გაიაზრო. პირველი ეტაპი არის გააზრება, რომ შეცდომა და წარუმატებლობა გჭირდება და არის ამ პროცესის ნაწილი. შენ თავს უნდა მისცე იმის უფლება, რომ წარუმატებლობა გქონდეს.